სიძულვილის მქონე ფანატიკოსი. მე არ შეხვედრი ვარ. ვინ არის ეს ქალი? მე არც კი ვიცი. გმადლობთ, მოდით. ეს სიგიჟეა. მე არ მიდუვე. აი ესეთ რამეს ათქლებიან ებრაელები ნიუ-იორკში სამუშაო ადგილას. ეს ჩემი ოფისია, ნორა. კარგი? მილიონობით დოლარი ჰამას, რასაც ეს ჯგუფი უარყოფს. ამასობაში 2008 წლიდან ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ მთლიანად გაწყვიტა კავშირი ამ ჯგუფთან, მათი სავარაუდო კავშირების გამო ჰამასთან ჯული. უნდა გავაკეთოთ ძირითადი რამეები. უნდა გვახსოვდეს, რომ ალლაჰი გვიცავს. და შემდეგ სტრატეგიული თუ დაუფიქრებელი. ეს არის მიმდინარე პროცესი. როგორც ჩანს, ტეხასი კიდევ ერთხელ ცდილობს ამერიკის გადარჩენას, რადგან სენსაციურმა ნაბიჯმა შოკის ტალღები გაავრცელა მთელ შტატში. ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ოფიციალურად დაასახელა ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭო, რომელიც ცნობილია როგორც CAIR, ქვეყნის უდიდესი ისლამისტური სამოქალაქო უფლებების ორგანიზაცია, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია, ტეხასის შტატის კანონმდებლობის მიხედვით. რა საოცრად ამაღელობელი დღეა ტეხასისთვის და ამერიკისთვის, რადგან ეს ნორმად იქცევა. მათთვის, ვისაც არ ახსოვს, რომ დესანტისმა უკვე გააკეთა მსგავსი რამ ფლორიდაში, მაგრამ სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ამას. ის ფაქტი, რომ ისლამისტებს შეუძლიათ თავიანთი ისლამური დაპყრობის გეგმები შეფუთონ ისე, რომ დიპლომატიას გავდეს. და იცით, მუსლიმ ამერიკელთა ისლამური ურთიერთობების საბჭოს მსგავსი რაღაცები აღარ მუშაობს, რადგან ზუსტად ვიცით, რას აკეთებს CAIR. და ჩვენ დეტალურად განვიხილოთ, რამდენად პრობლემურია CAIR, მაგრამ ჯერ ნახოთ რა მოხდა. გამარჯობა ჯული, ტეხასში დიდი დაპირისპირებაა გუბერნატორ გრეგ აბოტსა და მუსლიმ თემს შორის, მას შემდეგ რაც მან მუსლიმთა ყველაზე დიდ ადვოკატირების ჯგუფს უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა. მოკლედ რომ ვთქვათ, CAIR თითქმის უდავოდ გარკვეულწილად დაკავშირებულია ტერორიზმთან. ვიცით, მამას ხმამაღლა ვითვლით, ალბათ აგვიკრძალავენ, ამიტომ არ ღირს ამის გაკეთება, მაგრამ აზრს მაინც მიხვდებით. შეისწავლეთ ცოტა მაინც რას აკეთებს CAIR, ან გააგრძელეთ ამ ვიდეოს ყურება და მიხვდებით, რატომ იყო საჭირო ეს გადაწყვეტილება და რატომ არიან ისლამისტები ასე გაბრაზებულები. მათი გეგმა ხომ არ გამომჟღავნდა, მეგობრებო. ტეხასი ამას ასე არ დატოვებს. ჩრდილოეთ ტეხასში მუსლიმთა თემის ლიდერი მარვან მაროუფი მალე დეპორტირებული იქნება. ის სექტემბრიდან იმყოფება ISIS პატიმრობაში და გასულ კვირას საიმიგრაციო მოსამართლემ მას საბოლოო დეპორტაციის განკარგულება გამოუტანა. ეხლა DHS-ის მიხედვით მაროუფი იორდანეიდანაა და ვიზის ვადა გადააცივა. მათ განაცხადეს ციტატა: მაროუფს უარი უთხრეს კანონიერი მუდმივი ბინადრის ვიზაზე, რადგან ის დაკავშირებული იყო ფონდთან, რომელმაც მატერიალური დახმარება გაუწია ჰამას, რომელიც უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ბიჭებო, თუ გინდათ ვიზა მიიღოთ, ტერორიზმს ნუ დაუჭერთ მხარს. უბრალოდ პატარა რჩევა მე ირაქსგან. ამერიკული ისლამური ურთიერთობების საბჭო, რომელიც ცნობილია როგორც CAIR, მარუფის გათავისუფლებისთვის იბრძვის და მას საზოგადოების საყრდენად აღწერს. ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა ამაზე X-ზე უპასუხა. მან თქვა ციტატა: ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უჭერს ტეხასის CAIR ჰამას და ტერორს მხარს. ზუსტად ასეა, თუ აპირებ თქვა, რომ ეს ადამიანი ჰამას უჭერს მხარს, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ჩვენ მას უჭერთ მხარს და ეს არ უნდა გააკეთოთ. უნდა გააცნობიერო, რომ ტერორიზმს უჭერ მხარს. დიახ, არავის აუხსნია ეს ლოგიკა CAIR-ში. ვიღაცამ ალბათ ძალიან მალე უნდა აუხსნას ეს მათ. აბოტმა ამ თვის დასაწყისში მუსლიმთა საძმო და CAIR უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. აქ დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა, მათ დიდი ხანია ღიად დააფიქსირეს თავიანთი მიზნები შარიათის ძალით დაწესების შესახებ, ხოლო CAIR ამ თვის დასაწყისში CAIR უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. მან თქვა ციტატა: მუსლიმთა საზმომ და CAIR-მა დიდი ხანია ღიად დააფიქსირეს თავიანთი მიზნები შარიათის ძალით დაწესებისა და ისლამის ბატონობის დამყარების შესახებ მსოფლიოში. მუსლიმთა საძმოსა და CAIR-ის მიერ ტერორიზმის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები მთელ მსოფლიოში და ჩვენი კანონების ძალადობით, დაშინებითა და შევითროებით შერყევა მიუღებელია. კარგი, გრეგი, ახლა ჩემი ახალი გმირი გახდა, ანუ შეიძლება ის მარტო იცავს ტეხასს, რაღაცნაირად მომწონს ეს ბიჭი. შენ რას ფიქრობ, უბრალოდ საღაზრს ამბობს? CAIR TFS-მა აბოტს სასამართლოში უჩივლა, ხოლო თემის ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მოუწოდეს მას უკან წაეღო თავისი განცხადება, რადგან ის ცილისმწამებლური და საშიშია. ეს კლასიფიკაცია არაკონსტიტუციურია, არ აქვს არანაირი სანდო ფაქტობრივი საფუძველი და თავისთავად წარმოადგენს სიძულვილის გამოვლინებას. ეს აყენებს ლაქას მთელ თემს და ზღუდავს მუსლიმი ტეხასელების პირველი შესწორების უფლებებს. ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებენ. თქვენ რასისტები ხართ? თქვენ რასისტები ხართ? და ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია კანონიერ ადვოკატირებით და CAIR-ს ბრალადედება მილიონობით დოლარის გადარიცხვა ჰამასისთვის, რასაც ეს ჯგუფი უარყოფს.
ამასობაში 2008 წლიდან FBI მთლიანად გაწყვიტა კავშირი ამ ჯგუფთან, მათი სავარაუდო კავშირების გამო ჰამასთან ჯული. ვგულისხმობ, ვფიქრობ, რომ ტერორისტულ ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირები თავისთავად გეუბნება ყველაფერს, რაც ტერორიზმის შესახებ უნდა იცოდე. უბრალოდ ამ ეტაპზე ჩემთვის გასართობია, რომ ისინი ვერ ხვდებიან თუ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დააკავშირებ თავს. ხალხმა შეიძლება ეს ტერორიზმის მხარდაჭერად აღიქვას. ტეხასის რესპუბლიკური პარტიის ყრილობიდან რეპორტაჟი. მუსლიმი ტეხასელი ცდილობდა თავისი ადგილი ეპოვა პარტიაში შტატის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე. ის ცრემლებით წავიდა. არ ვიცი რაზეა ეს ამბავი, მაგრამ ეს ცოტა სასაცილოა. ის ყრილობას ესწრებოდა მამასთან ერთად, ტარიქ ჰუსეინთან, რომელმაც დააარსა CARE Texas Houston, მუსლიმთა სამოქალაქო უფლებების ჯგუფის ადგილობრივი ფილიალი. ამერიკულ ისლამური ურთიერთობების საბჭო შეიქმნა 91-ის შემდეგ. ტარიქ ჰუსეინი ყრილობას დარეგისტრირებული დელეგატის სტატუსით ესწრებოდა. კარგი, ეს არის ისტორია ამ ბიჭის შესახებ, რომელიც უბრალოდ მივიდა ამ ღონისძიებაზე და როგორც ჩანს, ერთ მომენტში უთხრეს, რომ დაეტოვებინა ოლქი. მოდით ამას გადავხედოთ. კარგი, მუსლიმი ტექსასელი ცდილობდა თავისი ადგილი ეპოვა პარტიაში შტატის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე. ის ცრემლებით წავიდა. მუსლიმი დელეგატები და მონაწილეები, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ შტატის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაში, წევრებმა გაარიკას და უარი უთხრეს, მაშინ როცა წევრები ნოემბრის არჩევნების წინ პარტიული ერთიანობის თემებზე საუბრობდნენ. ჰიუსტონში გარკვეულწილად მოჰამედ ჰუსეინმა იცოდა, რომ ლომის ბუნაკში შედიოდა, მაგრამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება დაასწრებოდა ტექსასის რესპუბლიკური პარტიის ყრილობას, რათა საკუთარ თავს დაემტკიცებინა, რომ მასაც ჰქონდა ადგილი რესპუბლიკურ პარტიაში. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში გამუდმებით გმობდნენ შარიათის კანონის დასრულების აუცილებლობაზე და ტექსასის ეგრეთ წოდებულ ისლამიზაციაზე. მართლა ძალიან სულელი უნდა იყო, რომ იფიქროთ ტექსასში რესპუბლიკელების ღონისძიებაზე უნდა წახვიდა როგორც ისლამისტი, რომელიც ისლამიზაციას უჭერს მხარს. მან აღმოაჩინა, რომ ეს იყო პარტია, რომელსაც მისი მიღება არ სურდა. ის იმედით მივიდა, მაგრამ ცრემლებით წავიდა მას შემდეგ, რაც პირდაპირ უთხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა. ჰუსეინი იყო მინიმუმ 4 მუსლიმს შორის, რომლებიც გულწრფელად მივიდნენ ყრილობაზე, არა როგორც პროტესტის მონაწილეები, არამედ როგორც დელეგატები ან დამსწრეები. სხვათა შორის ეს ნიშნავს, რომ ისინი ხაუნური ინტელექტს იყენებენ ამის დასაწერად. ეს ძალიან სამარცხვინოა. მონაწილეობა მიიღონ შტატის ყველაზე მკაცრი რესპუბლიკელების ყოველწლიურ შეხვედრაში, სადაც ისინი პარტიის პრიორიტეტებზე აძლევენ ხმას და უსმენენ რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს. ჰიუსტონის შეკრებიდან ორი მთავარი თემა იყო: პარტიული ერთიანობა და შარიათის კანონთან ბრძოლა. მოძრაობა, რომელიც კონვენციის წევრების მხრიდან აშკარა ისლამოფობიაში გადაიზარდა. მოდი ვივარაუდოთ, რომ მომხარეს იხრება ეს საინფორმაციო საშუალება. მაგრამ ეს არის ტეხასის ამბავი. თითქოს ამბობენ: ხალხო, მართლა, მორჩა, აღარ ვაპირებთ ამის ატანას. მაგრამ როგორც გითხარით, ჩვენ მხოლოდ იმაზე არ ვილაპარაკებთ, რას აკეთებენ ადამიანები. გახსოვდეთ, ამერიკის ისლამიზაცია გრძელდება კერის მმართველობის ქვეშ. კერის წარმომადგენლები ზეიმობენ, რომ ახლახან ჯორჯია დაიკავეს. ყოფილი კომუნიკაციების დირექტორი რუმა რომანი, რომელიც იორდანიაში დაიბადა პალესტინურ ოჯახში, პირველი მუსლიმი ქალი ჯორჯიის წარმომადგენელთა პალატაში, ახლახან დემოკრატიული პარტიის პრაიმერი მოიგო შტატის სენატის მეშვიდე ოლქში. ეს იგივე რუმაა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს პროგრესულ მოთხოვნებს, აბორტის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, მეტი ჯანდაცვას, ღირსეული ხელფასის უზრუნველყოფას და ანტიიმიგრანტული კანონპროექტების წინააღმდეგ ბრძოლას. ვინც აქ ახალი ხართ და არ იცით როგორ საუბრობთ ამ საკითხებზე, მინდა ძალიან ნათლად გითხრათ. ისლამისტებმა, რომლებიც ცდილობენ ამერიკის ხელში ჩაგდებას, გააცნობიერეს, რომ რესპუბლიკელებთან დიდად ვერ წაიწევენ წინ, რადგან მათ ნამდვილად ესმით რა ხდება მაგალითად ტეხასში და ამ რესპუბლიკურ პარტიაში. ამიტომაც ისინი ცდილობენ დემოკრატიულ პარტიაზე გავლენის მოხდენას, ანუ ამერიკის სასარგებლო იდიოტებზე და აძლევენ ბიძგს ისეთ დღის წესრიგებს, რომლებიც ჩვენთვის აშკარად ისლამიზმის საწინააღმდეგოა, მაგალითად აბორტის ხელმისაწვდომობის გაფართოება და სხვა. მაგრამ ისინი ცდილობენ დემოკრატების გავლით შეაღწიონ, რომლებიც იმდენად სულელები არიან, რომ მრავალფეროვნების გამო აძლევენ მათ ხმას. კარგი, როგორც არ უნდა იყოს, მათთვის ვინც არ იცის, მოდით ნახოთ ცოტა რამ იმის შესახებ, რას ფიქრობს ქიარი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს LinkedIn პროფილზე წერია: მე მძულს ყველა სიონისტი. შეცვალეთ მძულს ნებისმიერი სხვა შეუფერებელი სიტყვით. მაგალითად, იცით ისეთი რამ, რასაც აქ ვერ ვიტყვი. მაგალითად, KIL-ს გულისხმობს ის. არ არის სტრატეგიული. ხო ასეა, ანუ არ არის სტრატეგიული. ეხლა შეიძლება ამას კავაჰაუსში პარასკევს აღამოს იტყვი, მაგრამ LinkedIn-ზე ამას არ დაწეს. ამიტომ ფიქრობ, პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ საბაზისო რაღაცები. უნდა გვახსოვდეს, რომ ალლაჰი გვიცავს. შემდეგ სტრატეგიული და დაუფიქრებელი მოქმედებები. ეს არის უცვლელი პროცესი. კარგი, აქ თქვენ ხედავთ KARE-ის კალიფორნიის ფილიალის ლიდერს, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანებმა სტრატეგიულად ფრთხილად უნდა იყვნენ და არ თქვენ საჯაროდ ის, რასაც პირად საუბარში ამბობენ, მაგალითად, რამდენად ძულთ ადამიანები ან სურთ ცუდი რამ გაუკეთონ სხვებს, რადგან სტრატეგიულობა მნიშვნელოვანია. ეხლა რაც ამაში საინტერესოა და ამავდროულად საშიშია ის არის, რომ ჩვენ ხედავთ, როგორ იზრდება ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ მედიაში აბსურდულ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ ეს სულელი ხალხია. სულელები ისინი არიან, ვინც მზად არიან თავიანთი ნამდვილი ბოროტის იძურვილი გამოამჟღავნონ. ჭკვიანები, ნამდვილად ჭკვიანები ისინი, ვინც ამას ჯერ კიდევ მალავენ და ონლაინში არაფერს ამბობენ, მაგრამ ეს არის ის, რასაც KARE აკეთებს. ისინი ცდილობენ გითხრან, ნუ იქნები სულელი. აი ასე უნდა მოვიპოვოთ ძალაუფლება. აი როგორ ვქაჩავთ ძალადობისკენ თითქოს და აი როგორ ვაკეთებთ ასეთ რაღაცებს, მაგრამ ის არ დაგვიჭირონ. კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ, ეს არის ის, რისთვისაც KARE დგას. ისლამის პოულისმომცველი გზავნილი. ისლამი მხოლოდ რელიგია არ არის. უმრაზე მივდივარ, ვითხებ ისლამურ სკოლას, ვაშენებ მეჩეთს.
კიდევ ერთხელ, არ გამიგოთ არასწორად. ეს ცუდი საქმეები არ არის. ეს კარგია და ამისთვის ჯილდოს მიიღებთ. მაგრამ თუ ისლამს მხოლოდ ამით შემოიფარგლავთ, მუჰამედის გზავნილი არასწორად გაგიგიათ. მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ფაფიჰი მაჯაჰიდ. გააკეთეთ თქვენი ჯიჰადი. ეს უმმა სუბჰანალლა პოლიტიკურად აყვავებულია, ასე რომ ძვირფასო ძმებოდადებო, ორგანიზდით. იხავით ორგანიზების ნაწილი. შეუერთით თქვენს ორგანიზაციებს. ალჰამდულილა, თქვენ გაქვთ ყველაფერი ორგანიზებისთვის საჭირო. ჩვენ გვაქვს care. ჩვენ გვყავს სხვა ორგანიზაციებიც, იხავით პოლიტიკურად ჩართული. ალჰამდულილა, თქვენი ორგანიზაცია ის, რომელიც ძალაუფლების შექმნაში გვეხმარება. დაუჭირეთ მხარი ამ საქმეს, რომ შევძლოთ ადვოკატების, თემის ორგანიზატორების დაქირავება. ეს თქვენი ბრძოლაა. ეს ხდება CARE კალიფორნიაში, სადაც ისინი საჯაროდ ამბობენ, რომ ისლამი მხოლოდ რელიგია არ არის. ეს ყველაფერი თითქოს ჩვენ მხოლოდ რელიგია ვართ. არა, ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, სრულად 100%-ით. იქ არის ეიმი მაკი, რომელიც ყოველთვის კარგად გვაფრთხილებს, რომ ტერორიზმთან კავშირში მყოფი CARE ხვალღამით ჰიუსტონის მეჩეთში იქნება. ამ დროს კი რესპუბლიკელები ჩუმად არიან. მათ სრულად გაამჟღავნეს ქეირის გეგმა, რომ ყველაფერი ჩაიგდოს ხელში. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გახსოვდეთ ნურ შალა, ის CARE კენტუკის მთავრობის საქმეთა დირექტორია. მან საბოლოოდ ფარდა ახადა ყველაფერს და სრულიად ნიღაბ ჩამოხდილი ტირადა მოაწყო. მოდით მოვისმინოთ, რას ამბობს ის. კიდევ ერთხელ CARE, ჩვენ ძალიან კეთილები ვართ. ჩვენ უბრალოდ აქ ვართ, რომ საკუთარი დღის წესრიგი გავატაროთ. არა, ისინი აქ არიან როგორც ისლამური გადატრიალების პოლიტიკური ძალა. და როცა უბრალოდ ამხილავ ამ ფარს და შეაგროვებ ნაწილებს, ხედავ რაში სჯერათ ამ ადამიანებს სინამდვილეში. სიძულვილით სავსე ფანატიკოს. მე შეგხვდები. ვინ არის ეს ხალი? მეაც კი ვიცი. გმადლობთ. მოდი. ეს სიგიჟეა. მე არ მივდივარ. ნიუ-იორკში ებრაელებს ესეთ ამას უწევს სამუშაო ადგილას. ეს ჩემი ოფისია, ნორა. კარგი? მე არ მივდივარ. უნდა დაგტოვ. არა, მე მას კითხე, გააკეთა თუ არა? ალო. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანს ფსიქიკური პრობლემა აქვს. მე მოვიქხოვ ჯიჰადს. მინდა რომ ISIS-მა ყველა თქვენგანი მოკლას. კარგი, როცა ვინმე მირეკავს, გონია რომ შთაგონებას ვაძლე. ახალი ტელეფონი მაქვს. კარგი. მე ჯიჰადს მოვითხოვ. იმედი მაქვს ISIS ყველა თქვენგანზე მოვა. ის არის CARE-ის მთავრობის საქმეთა დირექტორი. გონია ეს ყველაფერი გეუბნებათ, რაც უნდა იცოდეთ, არა? მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.